ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ სვანეთს საქართველოს ისტორიაში მეტად საპატიო ადგილი ეკავა. საქართველოს ნელბედობის ჟამს ამ მშვენიერ კუთხეში მოჰქონდათ შესანახად გადასარჩენად ხელნაწერები და სხვა ისტორიული ნივთები. სვანეთში ცხოვრობს შრომის მოყარე, მამაცი, ფლეგზელი და შეუპოვარი ხალხი. სვანეთის გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ეთნოგრაფიულმა და ისტორიულმა თავისებურებებმა შეუძლებელია უაღრესი ინტერესი არ აღგვიძრას. საცხოვრებლად ქვემო სვანეთში ძირითადად იყენებენ ლაჩუგებს, რაც დიდი ხნით შემორჩა. ზოგან დღესაც ხდება. დიდი ხანია, რაც სვანები აღარ ცხოვრობენ თავის ძველ საგვარეულო ციხესიმაგრეებში, მაგრამ თუ შეხوارთ სვანურ მაჩუბებში, თქვენ აღმოჩნდებით საოცარ სამყაროში. ფართო დარბაზი, რომლის შუაგულშიც კერაა მოთავსებული, უდიდესი ოსტატობით შექმნილი ხის მოჩუქურთმებული ავეჯი, სავალძლები, სკამები, მერხები, თუჯისა და რკინის შანდლები, სპილენძის მონოტაპური ჭურჭელი, ყოველი ასეთი სვანური საცხოვრებელი ხალხური ყოფის თავისებური მუზეუმი. მატერიალური კულტურის ძეგლებით დასტურდება, რომ სვანეთმა შემოინახა ისტორიული ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. იგი თვითონ იყო კულტურის დიდი კერა. სიმტკიცით, სიძველით, ფორმითა და დანიშნულებით სვანური კოშკი და საცხოვრებელი სახლი მსოფლიო ხუროთმოძღვრების სიამაყეა. სვანეთის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობიდან გამომდინარე, ფოლკლორული მასალა კუთხის ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. სვანური ფოლკლორი გამოირჩევა განსაკუთრებული ლირიზმით და დინამიურობით. სვანური საკრავებიდან აღსანიშნავია ჭიანური, ანუ ჭუნირი. იგი მხოლოდ მთის ცხოვრებლებმა შემოგვინახეს პირვანდელი სახით. სვანეთში ჭუნირი დღესაც ეროვნულ საკრავად ითვლება. მასზე როგორც მამაკაცები, ისე ქალებიც უკრავენ. ჩანგი ძველად მთელ საქართველოში ყოფილა გავრცელებული, მაგრამ მისი პირვანდელი სახე მხოლოდ სვანეთმა შემოგვინახა. მასზე ძველად ძირითადად მხოლოდ ქალები უკრავდნენ. ის მიჩნეულია დამოუკიდებელ საკრავად. ჩანგი ასევე სვანურ ფოლკლორულ ანსამბლებში ასრულებს აკომპანიმენტის როლს. ტრადიციული საკრავი ეს არის ჭიანურია და ჩანგი. ეს იყო სამბლოვიანი და უკრავდით იმას დასვენება მკვდართან და ესა მადლი არის ესო. გაზაფხულზე განსაკუთრებით ხორცა ყვავის ეს ბუნება არის აპრული თაში ყველგან გასული არის მანქანის გზა ძალიან საინტერესო სამახარია და ცაზე ხარ მიბჯენი ზევით არაფერი არის და ზევიდან დაყურებ ყველაფერს ამოდიდან თისწვევალებიდან ეს ყველაფერი არის განსაკუთრებით უშვილის ტერიტორიაზე გახვალთ და მართლაც რომ იქ დასასწავლება არის კოშკები, ოჯახები, სახლის მიდგმული ზევიდან ჩახადავენ სოფელს უშვილს გეგონება სიზმარში. სვანეთს როგორც ყველაფრით მდიდარ კუთხეს ლეგენდების მრავლად შემოჭრა. წარსულში მიმდინარე მოვლენები ხო გარკვეული დროის შემდეგ ლეგენდებად იქცეოდა და ეს ხალხში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. სვანეთში ლეგენდების ძირითადი სახე არის თუ როგორ იცავდნენ ისინი ქრისტიანულ სიმბოლოს ჯვარს, ასევე როგორ უკრავდებოდნენ მტერთ შემოსულს მოუხტურებს და ასე შემდეგ სხვადასხვა სახის ლეგენდები არსებობს სვანეთში და ამ მხრივ სვანეთი ძალიან ცნობილი და მდიდარია. ამაც მონადირეთა ამბავს ხალხი საფეხბურთო სიმღერებში ასახავდა. საუკუნიდან საუკუნემდე გაისმოდა განთიადი სიმღერა რიხო და მზის საგალობელი ლილეო. ნადირთა ქალღმერთ დალისა და მისი მიჯნურის ბეთხილი სამაღელვებელი ამბავი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. სვანეთი ოდითგანვე გამოირჩეოდა თავისი ტრადიციებითა და ადათ-წესებით. ამჟამადაც ბევრი ტრადიციაა შემორჩენილი.
მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ტრადიცია წარსულში დარჩა. ტრადიციებს სვანები შეძლებისდაგვარად ასრულებენ და შთამომავლობას გადასცემენ. ტრადიციებიდან აღსანიშნავია ლიფანი, ლამპრობა, აულმაული, იგივე ჭიაკოკონობა, ბამბუ, რომელსაც შუმერულ მითებთან ბევრი საერთო აქვს. სვანეთში ბევრი უძველესი ტრადიცია შემორჩა. სვან ხალხმა ეს შემოინახა. ერთ-ერთი ჩემთვის აღსანიშნავი არის ლიფანი, რომელიც ასე ვთქვათ ქრისტიანული სიმბოლოს ატარებს რაღაც ხრივ, რადგან ეს იყო მიცვალებულთა მოხსენიების ასე ვთქვათ ერთკვირიანი დღე. ინტერესს მოკლებული არ იქნება თუ გავეცნობით სვანურ სამზარეულოს. სვანური კერძები ძირითადად იმ პროდუქტებისაგან მზადდებოდა, რაც ადგილზე მოიპოვებოდა. სვანური კერძებიდან საქართველოში აღიარებული კერძია კუბდარი. იგი ღორის, ცხვრის ან საქონლის ხორცისაგან მზადდებოდა. არსებობს ასევე თევზის კუბდარიც. სვანეთში გემრიელი კერძად ითვლება ლუყნე და ჭიშტვარი. სიმინდის ფქვილში ჩაძენენ ყველს, რომელსაც შემდეგ გამოაცხობენ. ასევე უგემრიელესი კერძია თაშმუჯა, ანუ ხაწამწვარი. ნოყიერი კერძია ხევწარი, იგივე ქონიანი პური. კეპილი, ანუ სვანური ძეხვი. ღორის სისხლისა და ქონისაგან დამზადებული ზისხორა. ჯინჯრისაგან ამზადებენ სუპს. ღოლოსაგან ამზადებენ წვნიანს, ანუ ტელეფის. ტელეფის იყენებენ სამკურნალოდაც, გაცივების დროს. პატარებისათვის სიმინდის ფქვილისაგან ამზადებენ მეტეხურას. ასევე მდუღარე რძისა და ფქვილისაგან აკეთებენ ლეცქებს, ფაფას. არ მოგუტოვება წყაროები სვანებმა რა დროიდან დაიწყეს არყის შინ გამოხდა. არაყს ძირითადად სიმინდისაგან, ჭვავისაგან და ხილისაგან ხდიან. საქართველოში აღიარებულია სვანური მარილი. სვანეთში მას ყველა ოჯახში ამზადებენ. სვანური მარილი გამოირჩევა სურნელებითა და არომატით. სვანეთში ამჟამადაც ამზადებენ ასკილის ღვინოს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის გაზიანი გამაგრილებელი სასმელია. ყურძნის ჯიშებიდან აქ ხარობს კაჭიჭი, ადესა და ფრანგულა. სვანეთი ქართული ეთნიკური სამყაროს ორგანული ნაწილი. მისი კულტურისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. სამწუხაროდ სვანეთი დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი და ფართო საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი. სვანეთისათვის ეს შრომა იქნება მოკრძალებულიც და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად.